ამერიკის შეერთებული შტატების განცხადება არის კიდევ ერთი მკაფიოდასტური იმისა, რომ ამერიკას გააჩნია ძალიან კონკრეტული მოთხოვნა ქართული ოცნების რეჟიმისადმი, რომლის შესრულების შემთხვევაში, როგორც საელჩოს არაერთგზის უთქვამს, შესაძლოა იყოს დაინტერესებული ურთიერთობების გადატვირთვით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ეს მოთხოვნები არ შესრულდება, ამერიკა არ არის დაინტერესებული ურთიერთობების ნორმალიზებით. დღეს საელჩომ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ამ მოთხოვნების შესრულების გარეშე არავითარ ნორმალიზებას, აღიარებას და ამ რეჟიმთან თანამშრომლობას ადგილი არ ექნება. მეორე მხრივ ბუნებრივია ჩვენ ვხედავთ, რომ სახელმწიფო მდივანი რუბიო ძალიან მკაფიოდ ულოცავს ქართულ ერს და აღნიშნავს, რომ ჩვენი თანამშრომლობის პერსპექტივა არის ძალიან დიდი და ფართო იმ შემთხვევაში, თუ რასაკვირველია პროცესები იქნება სწორი და იმ შემთხვევაში, თუ ქართული ოცნების რეჟიმი ითანამშრომლებს იმ მოთხოვნების შესრულების კუთხით, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებს გააჩნია დემოკრატიული და სხვა კრიტიკული მიმართულებებით.